პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო ულსონის განცხადებას ეხმაურება ირაკლი ყობახიძემ ულსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან და ქართულ ხალხთან, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უარყოფენ ჩინეთისა და ირანის რეჟიმის მარიონეტულ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს. დაწერა ულსონმა. რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის, მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასიათოსობით ადამიანი. რუსხელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდი, იგივე ვილსონი, ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი, ერთს ნაცმოძრაობისგან, მეორეს უშუალოდ გეზერაშვილისგან, ხო? რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს? ვილსონი გეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდი ზოგადად სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ფულით აკეთებდა განცხადებებს.